ამაღლებისა აი ასეთ სისტემაში გადის სწორედაც მიქმნელობაზე და პირფერობაზე და არა იმდენად პროფესიონალიზმზე, განათლებაზე და პატიოსნებაზე. შესაბამისად, ამას რამდენად მძიმე შედეგები მოჰყვება, ხომ? არა მარტო ის, რომ ასეთმა ხალხმა ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, ხომ? არამედ ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ მტკიცენი ნებით, განსაკუთრებით მოზარდი თაობა, ხომ? ისინიც ამის გააზრება ადვილია. ისინი გახდნენ ამ საცდურის მსხვერპლი და თქვან, რომ ელემენტარულად ის მაინც თქვა, რომ მოდი აღარ ვიწვალებ, აღარ ვისწავლი ამ დღეს. რატომ ვიწვალო? ასე რომ იესო ქრისტე აი ესე მკაცრად ამ ხელს ჰეროდეს და მის გარემოცვას. და ვინც არის ამ გარემოცვაში, მათ ჰეროდიანელებს უწოდებს, ანუ ჰეროდეს საფუარით შეპყრობილ ადამიანებს, რომლებიც ძალაუფლების მოხვეჭის მიზნით კადრულობენ აი ასეთ მდაბიო საქციელს, პირმოთნეობასა და მიქმნელობას. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც შეიძლება სულაც არ იყვნენ ღირსეული მმართველები ქვეყნისა, როგორც ამ შემთხვევაში ჰეროდე იყო თვითმპყრობელი, უზურპატორი და მიმტაცებელი ძალაუფლებისა.